გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კლავ YouTube-ზეა, სწრაფად დავიწყოთ, იმიტომ რომ დიდი ამბები გვაქვს დღეს გადაცემაში ბევრი თან. 12 ოქტომბერს ლაივია დიუსელდორფში, კაცების, სხვა ლაივები შეიძლება არის, მაგრამ კაცების ლაივი გვაყენებს ჩვენ. ასე რომ გეპატიჟებით, მობრძანდით. ჯერ კიდევ არის. სავარაუდოდ ამას რო ვწერთ უკვე და ეს გადის დაძრულები ვართ უკვე. და ესე შენ აიღე ბილეთი. კომუნისტური პლაკატი რო შენ. არ არის კომუნისტური, ბიზიასემიც ესე მიმართავდა. და მაქედან მოიპარეს. მე შენ რაც იცი, ეგ იყო როძინა მათზავიოთ. არა, აკიზაპისალს დაბრავალცე ესეთი. ჩანკაიშიც ალბათ ეგრე მიმართავდა. სპარტაშორის მინდა გავამახვილო ყურადღება დათოს აუთფიტზე. ხო, რაღაცა. სტალინის სტილიაცი, ხო? მოუხდა ეს. მაგაზე გამახსენე. არა, ეგრე არა, ესექენი ხედი აი ეს. სტალინის და იმისი, ჩრდილო კორეის ლიდერი. ანიმე მაოძედუნის ესე მოძრაობდა, on ფერი იყო სხვა. კი არის, მაოძედუნის სასახელია. ძმაკ. მოგეწონა და ბევრი აიღე. შემდეგში ჩავიცვა. არა, არ მაქვიხუმრე. ხომ იხდება? ძალიან. კიტელი შენია. კიტელი მაქვს. მაგრამ აი ეს GBC-ს აქვს და თვითონ GB არ არის და. როგორ არა? არა, აქეთ ვიძახი, ნახე ეს GBC-ს შიგნიდან არის ეთქობა. მაგის GB. რაიცა და შიგნიდან შეეშალა და შიგნიდან. შეიძლება ეს ორ მხრივიც არის. ხო, აქედან მაოძედუნი იქნება სტალინი. ნაღდი მაოძედუნებია. ნაღდი მაოძედუნი. მაგარი ბრენდია. დათო გითხრა შენ საკბილო იმის. მიდი. უთხარი ოდნავ გადაიწიოს პერანკი აქ. ნახე რანაირისა. ხო, მეც მეგონა რომ ჭიქა მიიდო ეს. არა, მიიდო არა, რო იწვა დაიდო. ავის ჭიქა. ეს არის კარხარტის ახალი დიზაინი და ეგ არის 80 წლის წინანდელი ზმა. ანუ კლასიკა. მოდერნი და კლასიკა. არა, მოდახო ბრუნავს. კალიფე შარვალიანა. გალიფე შარვალი ხომ ხოთობდიოდი გალიფე. ერთი პერიოდი გადიოდა. რაღაცა ხო გალიფეს რო გავს. თან ამის ეგ უფრო შენი ტანის დამსახურებაა. ხო, მეც ესე მგონი որ გალიფეტანი აქვს. კლასიკის მომხრე ვარ უფრო. დავიწყოთ ახალი ამბები. დაიწყე. აქვე სწრაფად გეტყვით რომ გამოიწერეთ კლიპსი, ფოტოსინთეზი ჯაფარას პოდკასტი და კაცები თავისთავად და ზარი სინგაპურის ავიახაზების YouTube და სინგაპურის ავიახაზების YouTube ჩანელი თუ აქვს და რატომ არ ასკრუტკეთ ორი გადაცემა სინგაპურის ავიახაზები აი უხარია და ხო სიკეთე წინ დაგხვდება რომელ აეროპორტში არავინ არის დიუსელდორფის აეროპორტი რისი იმედია სინგაპურის ავიახაზები იმაში შეუშვებენ რა მოსაცდელად ხო ლაუნჯში ლაქშერი ლაუნჯში შეუშვებენ ამათ ბიუჯეტურში ბიჭო ნახე რა კარგი დიზაინია და ესეთი ორი შემიძლია ორი და სამი ერთი შიგნიდან გულის ჯიბეში ხო შიგნიდან სხვა ეცოდა კაი ნუ მაიმუნო ხა დასველდება და დაისხავდა წურწური გაგივიდეს და გონებით კენგურუს ჯიშის დასაცმელი ხაზის ვინაიდან ამ გადაცემას ადრე ვწერთ, იმიტომ რომ დიუსელდორფში ლაივი გვაქვს და წასვლა გვიწევს და ვერთ მოვახერხებთ იმ კრეშ იმას რა ქვია ჩაწერას, ამიტომ ვთხოვეთ რაიმე ახალი ამბები მოეფიქრებინა წინასწარ ChatGPT-ს. ანუ რა შეიძლება რის კლოდეს ხელოვნურ ინტელექტს რა შეიძლება მოხდეს ესეთი ამბები არის რა. არ მომხდარა, მაგრამ რა შეიძლება რა მოხდეს. რა მოხდება მომავალ კვირაში რა. თუმცა ის არის ფანტაზიის ნაყოფი, არ ვიცი რა ქვია, გამოთვლის ნაყოფია თუ ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ ჩარელას ფანტაზიის და ჩემი არა კლოდმა მოიფიქრა. არა, ეს ამბავი ხო შენ მოიფიქრე, ეს ინტრიგნობა. ჯაფარას მოფიქრებული. მე უფრო კაი იდეა მქონდა, მაგრამ ბევრად ჯაფარაზე, მაგრამ ეს დებილობა იყოს. რა იდეა მქონდა? მაგრამ შენი საახალწლოში გავაკეთე. ხო, მე შემოგვიდა. რა იდეა მქონდა? ეხლა რა აზრი? მაგრამ დამარცხებული იდეა. მე მქონდა რა ხან გერმანიაში ვიდათ გერმანიაზე გავაკეთოთ ახალი ამბები რა რომ ცოტა წინ წავიდეთ იქ რო ჩახვალ პირი არ დამიღოთ უფრო მომზადებული ჩავსულიყავით მაგრამ არა
სწორად მოქცეულ. კიდე ერთი ის გონდა, რომ გერმანულად ჩაგვეწერა ეს გადაცემა. ახლა გერმანიაში მივდივართ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. კაი, დავიწყოთ კახეთში. მქონდა ერთი კვირა, გვესწავლა გერმანული და ჩაგვეწერა გერმანულად. ფუ, ერთი. კახეთში რთველი რეკორდული მოსავლით დასრულდა. არ ვიცი, რამდენად ჩაჯივიდია, მაგრამ რაღაც საბჭოთა იმას გავს. პროპაგანდისტი ის არის. ხო, ჩაი ძველ კომუნისტში, ჩემ ბავშვობაში მახსოვს რომ ესეც სტატიები იყო. დასრულდა მეკოლმე ვიღაცა გვარმა კოლმეურნემ ამდენი იმის ნაცვლად, ამდენი 15%. ძღალაშვილმა ვიღაცა. ეგეც ეწერება, წაიგეთ. ხო და ეგეთი არის რა, რეგიონში ამ წლის თველი ოფიციალურად დასრულდა ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მოსავლით 15% აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ეგ არის რა, საბჭოთა ნიუსია. ყველაზე მაგარი მაჩვენებელი კი ალაზნის ხეობამ ამოავლია. ხეობა? ეგნიბუსი ამას უნდა წაეკითხა ამ კიტელით. ხო, ეგ არის რა და ეს დააკვირდებული. გაღაჟღაჟებული და თან ყურძენს უნდა ჭამო. ვა, ეხლა ისეთი ნიუსია შემდეგი რომ კაი იქნება ეს თუ გამართლდება რა. აბა ესეში ახალი მეტროს სადგურის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერიამ დაიწყო სამგორის მიმართულებით მეტროს გაგრძელების სამუშაოები. ახალი სადგური სამგორი 2027 წლის ბოლოს უნდა გაიხსნას და ირიბი ხაზის, ალბათ მეორე ხაზი რო არის, ხო, არა საბურთალოს ხაზი და ირიბი ხაზი? თუ ის მოგონილია ეგ. თვითონ საბურთალოს ხაზი ირიბი ხაზი. მაშინ ხო, მე-16 სადგური დაემატება. მან ბევრი სისულელი ამ ერთ სამგორი უკვე არის მეტროსა. ხო, მაგრამ სამგორის გაგრძელება. არა, სამგორი ბჭყალებში არ იციან რა და არ გაგრძელებულია თან. არა. ხო და იქიდან უხვევს სამგორიდან იყოფა ორად რა. ერთი სამგორი- მიდის იქით, სად მიდის სამგორიდან, არც ვიცი. ვარკეთი. ვარკეთილი მეორე მიდის ისანი და არა ვარკეთილში იქით. მეორე აეროპორტისკენ. მეორე მიდის ვარკეთილში ისევე, ხო, უფრო გრძელი გზით. ხო, თუ ნახე რომ აქ თუ არ გეჩქარება, ხო, გადაჭდები და თუ ნახე რომ მატარებელი სავსეა და ვეღარ შედიხარ, გძელი გზით ახვალ, მაგრამ თარიელი და მატარებელი. თან დაათვალიერებ გვირაბს კაცო. ყველა ხო არ და დაიხარჯება. ზღვის ქვეშ ჩადი გადის. ხო, ან უფრო იაფი იქნება. გვირაბიანი თან ის გამოთმაც ხო არის შორი გზით მოიარე და შიმშილობით. შიმშილობით. ეგრე ქვია მაგ ხაზს. ირიბი ხაზი, საბურთალოს ხაზი და შორი გზით მოიარე შიმშილობით მიდის ხაზი. რა გინდა ბიჭო? ეს არ არის ეს ინტელექტი ჯერჯერობით რასაც უყურებ. არა ჩვეულებრივი პროპაგანდისტია. აი ხო დასრულებულ პროექტებზე რო ვილაპარაკოთ რა. მივიდიება. ბათუმის მერიამ სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია დაასრულა. 6 კილომეტრით სანაპირო ზოლი გაიზარდა ბათუმში. სპორტული მოედნები მოეწყო, სათამაშო ზონები. რუს ტურისტ, უკვე მზად არის რუსი ტურისტების მისაღება. დაწერა? ხო. აუ. ეთქო მონაცემები აიღო ვინის ზონებს ძირითადად. რუსი ტურისტების მისაღებად რას ნიშნავს? ის აწერია რუსულად უკვე მორე. პლაჟ. და 6 მორე და იქ სიგარეტი იყიდება მორე, კარგი იყო. შენ თვითონ იცი სადაც უნდა გავუშვი. რაღაც ხელოვნური ინტელექტი რო დავატრენინგო თვითონ ამოჭრის ხოლმე მოანაწილებს და გადაისვრის კლიპში. და 6 კილომეტრით როგორ გააგრძელეს? ანუ სადაც ბათუმი თავდება კიდე 6 კილომეტრით იქით აი ჭაობი რო არის და ის რო არის იქით. ფეხებზე არ კიდია იმან. ხელოვნური ინტელექტი. მარტივი გზაც მოვიდა. შეიძლება რა ქნა იცი ესე გაზარდა ზღვაში შეიყვანა გამოიყვანა კონძულები. და პირიქით რო ქნან, აი ხო არის შემოჭრან და ზღვა შემოიყვანო? ხო, საკმაოდ განიერი ხო არის. რო შემოიყვანონ სხვა ესე პარალელურად უკვე ერთი პლაჟი, ორი პლაჟი, სამი პლაჟი. არხევათ რო შემოიყვანო რა. 2 კილომეტრით რო შემოიყვანონ, 6 კილომეტრ ზედმეტ პლაჟს ვიღებთ. ოღონ იქით გადასულო ან ხიდები მოგიწევს, მაგრამ 6 კილომეტრი ზედმეტი გაქვს. კაი, ძალიან კაი იდეები გაქვს. რა გინდა? რა კიტელიც გაცვია ეგ იდეები. ბოლო დროს რაც თქვა ყველაზე კაი ეს იდეა. ხედავ, აი, კარგი ადამიანი რო იქნება, როგორ აფასებს პროგრესს. რო შეუძლია დანახვა. ქალაქ გეგმარებაში არის რა, ავტორიტეტული. გორში ახალი IT ცენტრი შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გაიხსნა. განათლების ეს არის ის ეთყობა გორის სპეციფიკა. არა, ჯერ შეიძლება ის გამორჩა. გორში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი დაარსდა. მაგის მერი არის ეს. განათლების სამინისტროს და კერძო ინვესტორების ერთობლივი პროექტით ფარგლებში გორში თანამედროვე ტექნოლოგიური
ცენტრი გაიხსნა, რომელიც 500 სტუდენტს მოემსახურება. მზად არის, მისაღებად მზად არის. თანამედროვე თუ არის და ისა 500-მეც რატო ვერ მოემსახურება? პატარა. იმიტომ რომ დაბალჭერიანი. კარგად უნდა რომ ასწავლოს და კარგად თუ გინდა ასწავლოს 100.000 ვერ ასწავლი. მართალია. კი. თან რა არიცი ეს გორის კატლეტის სიმძლავრეზეა გათვლილი. რამდენი კატლეტი წარმოება? იმაზე მეც ვერ დაიმატებს გორი. აიტიც. კი, არა. პირდაპირ კატლეტზეა მიბნელი. შემდეგი არის ეთყობა ის მიუთითეს ამ რიცხვებში და საარჩევნო ამბები. ყველა პროპაგანდისტული მე მგონია რომ ის არის წინა საარჩევნო რაღაც. აი წინა საარჩევნოები ეხა იწყება. ხოლო ზუგდიდში საარჩევნო კომისიის წევრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ზუგდიდში მე-12 საარჩევნო უბნის წევრებს შორის მწვავე კონფლიქტი გაჩაღდა ხმების დათვლის პროცესის დროს. ანუ არასწორად შეფასდაო ბიულეტენი ვარგოდა თუ არაო და პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. არა, ეს ნახტია. ეს აქ მოგონილი არაფერი არა. აი ნახე ხა მოდის ეს საარჩევნო. გადმოიწერა. წინა არჩევნებიდან. სადღაც ნახა და პირდაპირ წავიღე. მიმაკ. ერთი რა დაიმახსოვრე, წინ მე რამდენი უბანიო? მე-12 აი. ეხა არის მოიცადე, ეხა არის ლანჩხუთში ისევ არჩევნებია, ოღონდ მეოთხე უბანზე უკვე. ლანჩხუთში საარჩევნო ხმები კანდიდატმა ღორის ხორცით იყიდა. ლანჩხუთის მეოთხე საარჩევნო უბნის ვინც ხართ იცოდეთ თქვენზე არ არის ხელოვნურად მოიგონა. ხმა უბნის მახლობლად ადამიანი თავის ეზოში და სახელი და გვარი წერია და თუ დაემთხვა დავიღუპეთ. ბაჩო ჯაფარიძე არ ჯაფარიძე ხა ლანჩხუთში არ იქნებიან. ამომრჩევლებს ღორის ხორცს ურიგებდა. პოლიცია მივიდა და 50 კილო ხორცი ამოიღეს. ის იძახდა ჩემი ღორიაო და მე თვითონ ვარიგებ ვისაც მინდაო და ვინ გეკითხებათ თქვენ. საქმე აღწევს მართლა. თავისი ღორის ხორცი რატო წაართვეს? იცი რა თუ ღორის ხორცს აძლევდა ფულს არ ართმევდა და ეუბნებოდა წადი ეს მოხაზეო, ეგ უკვე არ შეიძლება. რატო შეიძლება? იგივე რომ ფული მისცი ადამიანს. მე რა, იქნება არა აქ ფული და ღორის ხორცი აქ. ამის ის უნდა დასაჯო? უფულობის გულისთვის ადამიანი. ღორის ხორცი? ხო. და წაართვა? მაგრამ თავი 50 კილო ღორის ხორცი ამოიღეს. გაფუჭებული კი არა, კარგი. ხო, კარგი. ამოიღეს და მიირთვეს. ესე იქნება მე გაგზელება უკვე რომ. და შემდეგიც არჩევნებზე ოღონდ მე-9 საარჩევნო უბანია, ოღონდ ეხლა უკვე ბაღდათი. ბაღდათში ქალბატონმა ხმა კატასთან ერთად მისცა. ბაღდათის მე-9 საარჩევნო არა და აი ჩვენ ჩვეულებრივი იქნება ეს რომ გვეკაიფება. ხელოვნური ინტელექტი გვეკაიფება. ბაღდათში ასევე მოგონილია ეს ამბავი და არ არის ნამდვილი მე-9 საარჩევნო უბანზე 67 წლის მანანა ვარდიძემ არის ესეთი გვარი? არის. ქალბატონო მანანა თუ დაემთხვა თქვენი გვარი იცოდეთ რომ მოგონილია და ხელოვნური ინტელექტმა შექმნა საარჩევნო კაბინაში თავის კატასთან ერთად და კატის სახელიც არის რა ბიჭუნასთან ერთად ესე ქვია კატას ბიჭუნა ბიჭუნასთან ერთად შევიდა კომისიის წევრებმა შენიშვნა მისცეს რომ შინაური ცხოველების შესვლა არ შეიძლება ქალბატონმა მოპასუხა რომ ბიჭუნა ჩემზე უკეთესად იცნობს კანდიდატებსო კატამ საარჩევნო ბიულეტენი უხეშად დაგლიჯა რის გამოც ბიულეტენის გამოცვლა გახდა საჭირო და მე მიიღეს. მე მოხაზეს და ჩაადო რა. ანუ კატა უბრალოდ კი არ ინტერნეტ სენსაციად გადაიქცა. მიიყვანა როგორც კონსულტანტი. ანუ ამან ჩემზე უკეთესად იცის. სუკუჩაში. და კატამ რო ნახა ეს სუკუჩაში. ეს ვინ იყრისო? თახია. ხო. არც ერთს არ ვემხრობია. არა. ხო. ვა, ნახე რა მაგარი კატა არის. რატო არ შეიძლება შინაური ცხოველით არჩევნა? იმიტომ რომ ვიღაცა იტყვის რომ ძროხა ჩემი შინაური ცხოველიო და მივა და ძროხა რო შევა ეხლა იმ საარჩევნოებს ხო წარმოგიდგენია რაც მოხდება. რა მოხდა? შევა და გამოვა. არა, იქ არის ძროხა. რაღაცა პატარა მომენტი როცა ძროხა. არის მომენტი, არ არის ასიამოვნო ეკხმა როცა ისმის. კლუბ ძირითადად იგივე შემიძლია გითხრათ სხვარზე. რომც არის მოდეს ეკხმა ეს სუნი მაინც იქნება. კარგი. ამ პერსით რო შევიყვანო ძროხა. ეგ უკვე სხვა. თუ მარტო ერთი უხერხულობა ეგ არის კი, ოღონდ მაშინ ყველას თვალწინ შენ უნდა გამოუცვალო. პამპერსი ხო. გამოუცვლი. მაშინ შეიძლება. შენ მიდი ძროხით. მაგრამ კიდე ის არის რომ ხანდახან ძროხა ხო იმაშება. გაჩერდება და არ მოდის. ან ვირი, ხო. ადამიანიც ხო არის რომ გაჩერდება და არ მოდის. რამდენიც გინდა და. აჰა. გველი?
გველი კი. შინაური არ არის, არა, შინაური ცხოველი. არა, ჩემთვის შინაური არის. დაიცა ჩემი გველია. ჩემთან არის გაზრდილი ოჯახის წევრად. ოჯახის გველია. უბეში, აი ამ ჯიბეში. გველი. არა, მანდ არა, შიდა ჯიბე. შიდა ჯიბე. ო, ამაში კი გაზდიერთ სამ გველს. ანერდიც. სამ დიცაც გაზდიერთ. არა, მართლა შეიძლება? არა, არ შეიძლება. რა. არ შეიძლება თუ ამან მოიფიქრე. არა, მე მგონია რომ მართლა არ შეიძლება, იმიტომ რომ დიდი ძაღლით რომ მიხვიდე, ვიღაცას შეიძლება ეშინოდეს და ატყდეს ერთი ამბავი და ნუ არ შეიძლება რა არის ადამიანი, ვისაც ეშინოდა. არა, თუ ეხა შეხვედი და თქვი რომ თუ ამადამ პარტიას მისცემთ ხმას, მაშინ ჩემი ძაღლი გიკბენთ. რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ ისე კეთილი ძაღლით რომ მივიდე არ შეიძლება. არა მგონია. გარეთ უნდა მიაბარო. მეც ესე მგონი მაღაზიის გარეთ, ხო, მაღაზიაში არ შეიძლება და საარჩევნო უბანზე როგორ შეიძლება თქვენი არ. მაღაზიაში საჭმელია ბევრი და შეიძლება რამეს ეცეს და საარჩევნო უბანზე საკანცელარიო მაღაზიაში სადგინახია საჭმელი. საკანცელარიაში შეიძლება ძაღლები. ვინ გითხრა? აი ვინ გითხრა? ძაღლი ჯიშებს არჩევ ერთი წელია და ვერ მოივიდა. იმ დღეს ვიყავი საკანცელარიაში შესული და ჩემ გვერდზე რაღაცა ძაღლი იდგა. ის ყულაბა ძაღლია. კასაგოჭა. აი, არ შეიძლება, ნუ შეიძლება. ესაც არა, არა, შეიძლება. ხელოვნური ინტელექტის დახატული სურათია. არა, ის კატანამდვილის ქაღალდია ხელოვნური. ხო? ბიჭუნა. არა, ბიჭო, ნახე თვალი როგორ აქვს. როგორ? გაურბის. არა, ცალი თვალის ფორმა მრგვარია და მეორე ქაღალდში შესახვევად ესე მოვაჭრა ხელოვნურმა ინტელექტმა. გადავიდეთ შემდეგ ახალ. ეს იყო დღეისათვის ყველა ახალი ამბავი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა მოიფიქრა, მოგაწოდათ და დიდად არც განსხვავდებოდა რა ჩვენ გარშემო ხდება. მე ეს ნამდვილი ამბებიც ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული და რაღაც რენდერში ვცხოვრობ. რო არ გვეთქვა რომ ეს ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული ამბებია, ჩვეულებრივად ჩავარიხინებთ და მოათა შორის თავიდან რომ დავიწყე კითხვა ეს რომ ის პირველი ნაწილი არც ამიგითხია რა და თავი ვფიქრო ახალ სადგურს აკეთებენ. სანამ არ იყო რომ უკვე გაკეთდა და არა გაკეთებულა მანდ მივხვდი, თორე ისე რა ჩვეულებრივია რა გამოაცხადა. აწი საერთოდ ამაზე გადავიდეთ რა. რა თქვინა ნამდვილი ნიუსები? აგერ მშვენიერი ნიუსებია. არა, თან ყველა ისეთი არის რა. ახლა ნამდვილთან ახლა. ან პოზიტიური, ან უბოროტო. ეხლა კატით მივიდა რა პრობლემა არის. და ხორცს რო არიგებდა და ჩამოართვეს, ამოიღეს. მე კარგია. ამ პოლიცია მუშაობს. სტუმრის ნაწილზე უნდა გადავიდეთ, ტრადიციულად მეორე ბლოკი არის ხოლმე სტუმარი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ნიკა ლომიცე. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? გადასარევი. როგორ ხარ? სხვათა შორის ნიკა მოვიდა და თან მოიტანა გამოსასვლელი ლამაზ ტანსაცმელი. ხო, მაგრამ არავინ არ გამომაცვლევია. ჩვენ რო დაგვინახა. შენ რა კიტელში რო დავინახე. გვეცვა რო დაინახა. მეც ესე შემოვალ. და თავისი კიტელი გარეთ დატო. არა და ის ახალი დასაცმელი უფრო კარგი გადაცემის შეიძლება. კარგი დროის. უფრო ისე რაღაცა გამოიყენებს და პირველად აცვია და საკაცებში რო ეცვა ის არ აცვია რა, კარგია. კიტელი გადაფარავს ამ ჩამჭურობას და მე ჩამჭურობა არის? რატომ ჩამაცვა? არა, კაი. არა, იმიტომ რომ ეს დაიჭრილებოდა. ეს არის ნაღდი კიდე ნაღდი ძე მაოძედუნელი. აქ შენ კიტელი სხვათა შორის. შენ კაი ცამცმელი ბიჭი ჩახარ. ერთი კიტელი რო არის. მაქვს, მაგრამ ნაღდი მოუძედულები არ არის. არა. აბა ფალში. რეპლიკა. ხალში. ფალშივები ამათაც აქვთ. ელე წამყვანი არის ძირითადი რაც ვიცით შენზე, უბრალოდ ხა იცის ხალხმა ჩვენ ბევრი რამე ვიცით, მაგრამ ეგ არც ხო. არა ხო. ანუ სად პირველი გამოჩდი იყო ტოროლები? არა, მანამდე იყო კიდე. რა ხდებოდა მანამდე? ჰიტ პარადი ქართული. სად იყო ეგა? საზოგადოებრივზე. ხო. მაგრამ მაშინაც მაესტრო იყო. ან მაესტრო სტუდია, თალკე ის არის. არის. სანამ ქუჩის მეორე მხარეს გადახვიდოდით იმ მაღალ შენობაში. გეოფიზიკის ინსტიტუტში. ბობიჩას და ჭანტურას რო ოქტაგონი მიყავდა ეგ პერიოდია დაახლოებით. ხო, ცოტა მე. არა, დაახლოებით ეგ პერიოდია მაესტრო. მე მგონი რომ მანამდე. ხო, და შეიძლება მანამდე. მანამდე? პასიანსის დრო ალბათ. ანუ მეორე არხი რო დაიშალა, მეორე არხი რო იყო, მაშინ გაკეთდა მაესტრო. ხო. ხო, ესე იგი მანამდეა, ხო, მანამდე.
და ჰიტპარადი ქართული იყო. არა, ის მეორე არხი რო დაიშალა. და ვინ იგებდა ხოლმე? ხო, აი მაინტერესებს. ვინც მინდოდა. ანუ რა იყო ისო ათეული. ხო, ათეული ჰიტპარადში იყო ისა? დით. რა დაბა მიგადაწყვეტდა. დაიცადე. რა დრო იყო გახსოვს? ჩაწყობა შეიძლებოდა? არა. ანუ ჰიტპარადი რა ეჯიბრებოდა, ხა უბრალოდ იძახდით რომ დღეს პირველ ადგილზე გავიდა ეს, მეორეზე ეს, ხო? თუ რა ხდებოდა? თან ჩემი არ იყოს არც მე არ მახსოვს. მაშინ დაიცადე, წელიწადში მანხუთი არ კეთდებოდა? არა, ხელფასი იყო რა. მარტო ხელფასი. ხო, მოხვიდოდ ჩაწერდი. ვიღაცა მეორე და მაშინ მაყუთ ხელფასი ერქვა და ხელფას მაყუთი. არა. ხო, ეს მაშინ და მეორეზე გადამსვლა ძირითადად. მესამე და მეორეზე გადამსვლა. არა, ისე ვალაგებით. კაბაბს გაჭმევა. ამ კვირასა შენ ვიყავი, იმ კვირას ის და ყველა კმაყოფილი. ქართული იყო თუ ყველანაირი? ქართული. და ყოველ შაბათს გადიოდა ეთერში და ყოველ შაბათს იყო კიდე კლიპის პრემიერა. რაღაც ამდენი ახალი კლიპი სიმღერა. იღებოდა? ნუ კლიპი არ იყო რა, ისე ჩანახატი იყო, ვიდეო ჩანახატი. აჰა. ეგრე დავარ. ვიდეო ჩანახატი იმ პერიოდიდან, კიტელის პერიოდის გამოთქმა არის. ეგეც სიტყვა. ვიდეო ჩანახატი იყო, მაგრამ ვიდეო ჩანახატის პრემიერა დებილობა. პრემიერა. კლიპი რო თქვა, უნდა იყოს კლიპი. ხო, და რადგან ერთ დღეში გადაღებული და მონტაჟებული იყო, ამიტომ კლიპი აღარ დავარქვით. მე რომ ვიღაცა არის ეს რა კლიპია. ანუ ვიდეო ჩანახატი ეს რა ვიდეო ჩანახატია ვერ ვედი. აი ეს ჩვენ რომ დოკუმენტური მოვიყვეთ. ეგ ახლობდი არის. მარტო შენ არ დაგსვამდნენ მაგის ასაყვანად. ვინ ყავდა თანაწამყვანი? არა, მარტო ვიყავი. მარტო? თანაწამყვანი იყო მე უკვე ანუ ტოროლი. ეს ეგეთი რთული გადაცემა გონია, რომ მარტო ვერ მე ხუთი ადგილზე გავიდა აჩინებად და სიმღერით გადაცემა რთული გავიდა ვიდობით. შენ ეხა ვიდეო ჩანახატი. ანუ 10 სიმღერის გამოცხადება არ შეუძლია. თან პაუზებით. გადამულად კი არა. პირდაპირ ჩანაწერია. ან მიკარნახავ თქვი. თან თქვა მე კლიპი გადის 2 წუთი შემდეგ სიმახსოვრებს. ორი სიტყვა და სიმღერა. სახელი და გვარი. და შემდეგ კვირაშიც იგივე სიმღერები. ოღონდ უკვე მეშვიდეზე კი არ არის მეხუთეზე. მაგრამ მაგას დამახსოვრება უნდა. რომელზე? აბა რა. ვიღაცა წინასწარი მე რო აურია, აღარაც ხადებინებდნენ იწერებოდა მეხუთე არის. აი მე იყო ტოროლი, ხო? აი ერთი წამი არ შეგშლია ვინმე? ჩანაწერში. ვინ და როგორ? არა, ჩანაწერში შეიძლება ვიღაცა ნახავდა თავიდან ჩაწერდა. არა, ჩაწერის დროს. თუ პროდიუსერსაც ფეხებზე ეკიდა. ლელა წურწუმიას, მაგრამ ლელა გაკულე. აი, მაგ ხო, შეიძლება. ეგეთი იქნება. მაპატიელა ორივე ლელა. იქნებოდა ეგეთი ალბათ. ხო. ხო. ეგ არ მე მიჩნევს. იყო ტოროლები. მე იყო ტოროლები. ტოროლები უკვე კარგად. ეს ეგ არ მახსოვს, ეხლა სიმართლე გითხრა, ეხლა რაც ვილაპარაკეთ, მაგრამ ტოროლები მახსოვს. ტოროლები ის იყო. მაშინ ისეთი გადაცემები იყო, ეგეთი პატარა, ისიც იყო, რეკორდ კლუბი იყო, ეგეთი გინესის რეკორდებზე იყო გადაცემა. მე ვიც მეყავ. უცხოურის და ქართულის ქონდა რაღაც რეკორდსმენი. შენ მიგეჩენე. მართლა? ვინმე ყავდა ტელევიზიაში? შამიწეს. პატრონი. გონებდა, რაღაცებს უგონებდნენ რა რეკორდ კლუბი. ბავშვი არ დავტოვო. ხო, რეკორდ კლუბი კაი იდეა იყო. კი კაცო, აი, ნიკა იზავს. ნიკაზე კარგად ვინ იზავს ამ. კრებაზე ესე გადაწყდებოდა. კიდე რა მიყავდა? ანუ რა არ მიმყავდა. ხო, ძალიან ბევრი გადაცემა. არა, ერთდროულად რა. ტოროლების დროს მიმყავდა, ნახე, დილას ტოროლები, გონი სან ტოროლები იმპროვიზაცია იყო? აბსოლუტური. სულ. მარტო მიმდევრობა იცოდით რის მერე რა? არა, ეგეც არ ვიცოდი. თავიდან ბოლომდე იმპროვიზაცია. მართლა? უცოდინ რო. აი, ბოლომდე. ანუ კამერას გიტოვებდნენ და 12-ზე მოვალთ. გასაღები დატო. ერთხელ მახსოვს მივედით და რომელზე იწყებდა სტაფს რა? დილით რომელზე იწყებდა? 8-ზე. დილას რომ მივედი სტაფი არ იყო, კამერები დავაყენე ჩავრთე. ხო. მე იქ შევარდი საეთეროში, მიქსერი გავხსენი და შემოვარდი და დილამში და ვისა. მარტო იყავი? არა, ნანიკო. ხო. ეგეც ყოფილა ეგეთი რაღაც. მე ხო გამორთე ეს კამერები. გადავწყვეტ კიდე. ტახტი. სამის ნახევარ რამდენად ტახტია. მაშინ სად იყო ეგ? ეგ იყო იმაში გეოფიზიკის ინსტიტუტში. სპორტის სასახლის უკან. ზემო ჩვენ რო ქონა ოფისი იმის გვერდზე. მე-11 საათზე. ზუსტად რუკები ეკიდა დერეფნებში. გეოფიზიკური რუკი.
კი კითხო უთხარი და გაჩერდი. რაღაცა მინდა რომ ჩავერთო. ეხლა სამღვანი ხარ. ხო. ეხლა ხარ? TV პირველზე. TV პირველზე მიყავს შუადღე. დილიდან სახამომდე ვერ ახვედი რა. ვერა. შუადღეს რამდენი წელი სახარ? ყველა. ანუ რამდენი წელია ეს ტელევიზიაში? რა ვიცი. 30 ხო? 30 და ერთი მისხალი წინ ვერ წაიწია. და შუადღე. სერიოზული განათლება. მაშინ გინესის რეკორდები. წინკია უკან ორი განაცემა. ანუ აი ჩვენ საერთოდ რა მაიმუნობით დაის. ეხა ამ ხედა კაცია გაჭაღრავ და ისე მაიმუნობს. შენ ხალხი არ კიტელებს და ისე ბანდარი. წინა გაკ ყველაფერი აი ასაკში რომ შეხვალ. ხო. აი მე მარკრევკინივით ვესტნიკი შეიძლება. რაღაცა ეგეთი. მე ტრამდენმა კაცმა გაიგო ეხლა რა თქვი. ხო, მაგრამ ხო, აზრი. 3-4 რა. იმან ვერ. მაგრამ პარალელურად რაღაც პერიოდი ქონდა სარეკლამო მე რამდენად ვიცი, ხო? ხო იყო. ქონდა რა, მაგრამ ეხაც არის? ხო, ერთი პერიოდი ერთად იქ იმუშავებდნენ ეს და მარკ რივკინი. პირველად. კი, და ეს დიდი პერიოდი იყო. იცი რას ვიხსენებ ახლა მარკ რივკინი. თუ არ ცდები, იყო ჩემი მეზობელი. ცოტა ხანი. ეთერში თუ სტუდიებში თუ ბინა. ქვევით ცხოვრობდა ჩემს ქვევით. მახსოვს. აი მაგითი ხარ რომ წინაწებული რომ ზედა საფრთხე. პლუს სარეკლამო ბიზნესში ხარ. სარეკლამო ბიზნესში ეგეთ დიდი ხანი. ახლა. კი, ძალიან დიდი ხანია, 15 წელია ალბათ. რა ისაა პროდიუსერო, წერ, რეჟისორო, ბუღალტერი ხარ. ყველაფერში თავს, ყველაფერში კი? არა, ყველაფერში კი არა. არა. კოპირაიტს მაინც არ ვეტანები. რეჟისურა და კრეატივი. აჰა. ანუ ფულს ეტანები ძირითადად. არა, კრეატივი რეჟისორა და ბუღალტერი. შავი. ანუ რაღაცა რეკლამები შეგვიძლია შენთან მოვიტანოთ? არა. წაიღოთ. მე გადავიღო და მე მიიტანე სადაც გინდა. გადავიღე ერთი რეკლამა 12-ში გვაქვს. დუსელდორფში. მე ლაივი, მაგრამ დროს გეუნება. მაგარი რეკლამა რო გადაგვიღო. მოვასწრებთ. სხვა შორის 12-ში არის რამშტაინის კონცერტი ლიტვაში თუ ლატვიაში. ან დაგიმთხვიე სპეციალურად? დაგვაჭდა. რატო გონია რომ რამშტაინის მაყურებელი ჩვენი მაყურებელი თან ლიტვაში. თვითონ რამშტაინს გონია. არა. დუსელდორფში ერიკით არის მან. რამშტაინი გაგვეცალა. რომ ბიჭებო, გერმანია თქვენიაო. აი. ხო. არა, მართლა. როგორც ეს კაცი შემიძლია თქვა, აფსუსო თქვენთან წამოვიდოდიო, მაგრამ 12-ში რამშტაინის კონცერტია და იქ მივდივარო. აი, იყო ეგეთი? კი. ჩვენი მეკაბაბე, გიორგი. რომელიც 24 საათი გიყურებს და არ ამგონია რომ აფსუსნი თქვა. აი, აქ ვარ ამოწმული. დაბადების დღეზე რო დაპატიჟებ და უიმაგ დღეს გასვენებაში ვარ წასასვლელი. როგორც ყოველთვის გიორგი პოზიტივი. ფერადი ჰუმორია. ყველაზე მხიარული რო არის, გასვენების მაგრად 40 სამბობს. 40-ზე ვარ წასასვლელი. წლის თავზე ესეთი მხიარული გიორგი არ ვინახავ. 40 წარწდება. სოციალურ ქსელში ხო არ აპირებ გადანაცვლებას. YouTube რაღაცა. მაგრამ ჯერ უნდა მივხვდე რა არის. აჰა. აუ, ძალიან რთული რაღაცა. მართლა რთულია. ჯერ უნდა ისწავლო. ხო. იქით ზაუდა შემისწავლა. სოციალურ ქსელშიც რო გადმოხდია და აქაცო წამყვანი. მე რა გაგაჩუმებს თქვენ. იქ ვერ გაიქაჭე. YouTube ფიქრობ ისე რომ გაკეთებას? ძალიან მინდა კი. ისი გაკეთება გინდა? YouTube-ის. თვითონ ჯონ YouTube. YouTube და ჩვენ გადმოვალთ შენ. ეხა არის კაი დრო.
გადმოსასვე, თორემ მე ხალხი მოსავალს რო აიღებს. თვითონ დაიწყებენ მოსახლეობისგან რაღაცა. ადრიანის შემოდგომა კაია. გაზაფხულზე უკვე შედეგი იქნება. სანამ ამოდენი და თუ ეხა გავუმაზე გაზაფხულზე, ეგ ერთი შანსია. ხო, მაგრამ გაზაფხულზე არ გადააცი. არ გადავაცი. ადრე გაზაფხულზე. ან ადრე შემოდგომა. ფლათ ადრე არა. რო არ მოგიყინოს. ყინვები თუ შემოჩენილი. ჩენელი ჩენელი მოიქნია. ხო. შეგო ჩენელი მოგიყინოს და ვიუები აღარ. შენ ანუ ტელევიზიაში მოგიწია იმ პერიოდში მუშაობა, განათებას რო ჩართავდნენ და ძალიან რო ცხელოდა. ხო, ეგ პერიოდები რა, ხო. დენი რო ითიშებოდა და ანუ ეგ ძალიან კარგი იყო ეგ პერიოდი ტელევიზიაში მუშაობდა, იმიტომ რომ დენი გქონდა. ხო, ანუ სადაც დენი მანდი იყო შუქი, იქ ხარ, მაგარია. ხო ტელევიზია. ხო, მაგრამ ვისაც აკეთებ იმათ არა აქვთ. ხო. აი, იმიტომ არ მახსოვდა. მე რო ყურებს ხარ. ხო, ჩვენ ეგ ვისაა. ის გადაცემა იმიტომ არ აი, გვაქვს. ხა დავფიქრე, რატო ვაკეთებ? არა, ნუ მე ვიღაცა ვიდეო ჭანაწერის ჭანაწერის თუ გაქვს, კი, მე იყო იქ და შეიმაჩნია. ისედაც კაცო CV-შიც ხო ჩაწერე. მე ხო ვიცი. დაიწვი ეგ კასეტები და ჩაუჯდეთ. გააკრა მე ეგეთი ძველები? ცოტა. ხო, კარგი მომენტი. აი, ნანიკოს დედას აქვს რაღაცეები შენახული და აი ეგ შემორჩა ტოროლებიდან. ის ძველები არც ვიცი არსებობს თუაც. ეხა გადის რამე ისა რა. ათეული საქართველოს სიმღერა. ეხა ხო ბევრი იწერება ტელევიზიო რა არის სადმე რადიო არ ვიცი. ქართულში მე როგორც ვიცი არის ჰიტ პარადები რომელიღაცა ქართული? ქართული დიწერება ამდენი სიმღერა? უფ, რაც ქვია. ზიონის ფანოღები არ იცი რა ხდება ხო, მაქსიმ პაროში კაც ეგ არის ფანოღების ათეული, მაგრამ ფანოღი რა ფანოღს მიდიაბა უთხარ ფანოღია თქო იმას გამოგეკიდება ჯობას რამშტაინი გული ფანდური ფანორი თუ მომდევს ფანოღია. და გვევრი ნახვა არის, 2 მილიონი და რაღაცა ფანოგებს უფრო მე მინდა და მეკითხა რადიოებიც არის. რადიოში ჰიტ პარადი. რადიოში ცხო იყავი. აი საცსა და რადიოში არ ყოფილა რაღაც დროს გაზეთში სტუმრად კი გაზეთში დაწერით დაგწერეთ. სტუმრად ხო, ინტერვიუ ყვითელ პრესაშიც რა თქმა უნდა. კი, კაცტოროლების დროს აჭერლებული იქნებოდა სარკე და ის. თბილისელების ალკოჰოლ სარყადაზე. გლაუ კი რასათაურით იყავი? ნიკა ლომიძემ კამერები თვითონ ჩართო, აი იმიტომ. ეგეც არა. ის რა ჩართო? არა კითხვის ნიშნიანები იყო ხო, თვითონ ჩართო? ვინ რთავს ნიკალომიძის კამერებს ეთერის შემდეგ ხო ის გახსოვს ადრე ის რო ქონდა რა გაზეთების კითხვა. მე შემხვდა ერთ-ერთ ჟურნალის ყრაზე ჯანელა. როდის მოიყვანს ცოლს გიორგი ჯანელიძე? ეგეთი სათაურით. ხო. შეშარაში თარაფები არ წერია კითხვის ნიშნიანები უნდა იყოს რა ნუ ინტრიგა უნდა გაჩენილიყო იქ და. ხო გაზეთებს რატო აღარ კითხულობ აღარა. ხელოვნური ინტერაქციები ეხლა ხო დაეგა და მოგვისპეს. ხელოვნური ინტენსივი. გაზეთები აღარ იბეჭდება აი იმას კითხე გაზეთების მიმართულებით გიორგი მე კუს. ვკითხულობ ესენი არიან ცოდინრები ეს კითხულობს და იმიტომაც უგასვენება და 40. პოლოგორს კითხულობ მე ვკითხულობ გაზეთებს ესენი არიან ჩამორჩენილი. გაზეთ. თავისი ხელოვნური ინტერაქცია დეპეშები არ მოგდეს ჯანე. მეილები და ეგ გაზეთები რაც გამოდის ციფრული არ არსებობს? ფასიანი და გაზეთი უფასოა? არა. გაზეთის ფასიანი ხო, იმას რო კითხულობ თქო, რატო არ იცი? მოიცა ვერ გავიგე ანუ იმიტომ არ კითხულობ თუ ფასიანია არა, ის რატო კითხულობთ? ჩვენ რატო არ კითხულობთ გასაგებია, დებილობებით წერენ და. მაშინაც დებილობები არ ეწერა მაშინ რა ეწერა არც მაშინ ვკითხულობთ. პირველი ხელფასი რამდენი გქონდა? კუპონებში? არ კუპონი ცოტა ხანი არა მაგარი კითხვა. კუპონიზეს არ მუშაობდი მაშინ მაგარი კითხვა იქნება. პირველი ხელფასი რამდენი ქონდა და დახარჯე უკვე. პირველი ხელფასი შეხოქრიშა ყავდა. 50 ლარი არ მახსოვს პირველი ხელფასი მეორე? არც მეშვიდე არ მახსოვს არ გახსოვს ნიშნავს რომ ნორმალური ხელფასი ქონდა. ძალიან დიდიც და გამახსოვრდებოდა. დამამცირებლად პატარა. ეგეც არის ხო 5 კაპიკი რო არ გეხოს თუ გემახსოვს. ნორმალური იცი რა, ანუ მაშინ მე არ მუშაობ და მაინტერესებს რამდენი იყო ტელევიზიაში. მე მქონდა 99-ში 24 ლარი ხელფასი და სად მუშაობ?
საგადასახადოში. რა მნიშვნელობა აქვს 24 რატომ მუშაობ? რა მაშინ საკეთე? გაიქული 24 იმ დღეს 24 ეხლა როგორც 200 არ ყოფილა დრო 24 კარგი ფული იყო მთელი twist-ის კი არა იმ დილისთვის როცა მოგცა თან იმ დღეს შეგქონდა იმ სტაიანკებს ფული და 20 თეთრიანებით გვაძლევდა. რო ბევრი გამოჩენილი იყო. არა 24 ლარი. სხვანაირი ფული არ იყო იმაში ხუთაისის. ბიუჯეტში არ მოძრაობდა ხალდის ფული. მარტო საგადასახადოს ამოქონდა სტაიანში გიფული და იგი იყო მთელი საგადასახადოს მუშაობა? არა, სტაიანშიკებს შეგქონდა. 20 თეთრი ყიდა მანქანის გაჩერება იყო. და იმით იბერი გდებოდა? ხო. არც ისე ცოტა ფული. სემიჩკასავით არიგებ, ნახე. 24 ლარი კლოკში ჩამიყარი. 16 ლარი ყიდა ვრანგლერის შარვალი, ყალბი შარვალი, არა? 16 გაიგე? იმ დილას არ გეყოფა იმ დილას. ვრანგლერი შარვალი ანგლერებით იზმანებოდა დადიოდა და ის როანგლერი შარვარი ისეთ ხარს იყო საღამომდე არ მიხდება არა ეგეთი არის. და ორი არ მოგდიოდა. შენ რა ქონდა ყველაზე დაბალი ხელფასი ან ყველაზე მაღალი? თუ გახსოვს? ბაკიბუკი რო გაკაკა. პირველად რომ დავიწყე ბატონო მაო. მუშაობა ხელფასი მქონდა 170 მანეთი აი კომუნისტების დრო იყო აუ საიდან იწვა გაქთიშა საერთოდ არა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომ არა პირველად რომ დავიწყე ხელფასი მქონდა 50 მანეთი ეს იყო 80 მაინც მანეთი 3 წელი და მუშაობდი უნივერსიტეტის ლაბორატორიაში რა საკეთებდი? რა 11 წელი ლაბორანტი ვიყო ხო და რა საკეთებდი? ლაბორანტი ექსპერიმენტებს ვაყენებდი რა ეხმარა აყენებ რას კი ექსპერიმენტების ჩატარება ვიცი. არა ხომ უნდა მოამზადო პირობები რა აპარატურა საჭირო რაღაც პროცესს ამზადებდა. არა მე მოდიოდა მიხოცა და აკეთებ. ჭკვიანი კაცი და всё кайია. რომელსაც ჰქონდა 320 ლარი. არა სასწავლო ლაბორატორია იყო და სტუდენტები მოდიოდნენ და მე ექსპერიმენტებს აყენებდნენ ლაბორატორიულები არ გაიგეთებია მე არა. ვიცი მეც ვიყავი რო ლაბორატორიაში. ხდება იმას მე ვამზადებ მე რო 50 მანეთს მაძლევდა მე რო ჩავმარე უნივერსიტეტში მქონდა ელექტრობის ლაბორატორია შენს გეკნებოდა და იმ პერიოდში შუქი არ იყო უნივერსიტეტში 50 ლარი მანეთი ცოტა ცეცხლის ლაბორატორია იყო. ნახე რა კაცი გამოიშვა 50 მანეთი ცოტა ფული იყო. 83 წელს ცოტა ფული იყო, იმიტომ რომ პური კი ბევრი მოგივიდოდა, მაგრამ 30 კაპიტალი პური და 100 სანტი ბევრი მოვიდა. 100 სანტი და ეს 50 მანეთად მომდიოდა მთელი თვის სიგარეტი და მორჩა. რას ეწევოდი? და უნივერსიტეტიდან მისვლა წამოსვლა მანეთი ყიდა საკუთრების ხუჩიდან ეწევოდი კოსმოსს. კოსმოსს ფულიანი კაცი კოსმოსის ლაბორატორია. სხვათა შორის ეს იყო ესე ეს აღარავინ აღარ იდებს აი ამ ჯიბეში უნდა უნდა გამოვა ეს კიტელი მაგიდო არის და მეორე ზაპასი აქეთ ქორწილში რომ ეს მიდის. არის სიგარეტის ჯიბი არა ეს ძალიან განიერი ეს არის ალბათ არის კურორტნი ესე დიდი სიგარეტი აუ რა ეპოქაში გადაგვისროლა. ეგ არ გავიქნა ეგეც. იყო ტარიანი კარიან ბელამორივით. საჩუქრებზე უნდა გადავიდეთ ახლა. უნდა მაჩხოთ რა? შეხوار მოგიტანია რა. რატომ მოხვედი? გაფულაზე ისე მართალია, პირველად რომ რატო გამიგონდა შენ ადამიანების იმ კატეგორიას ეკუთვნი მარტო დაბადების დღეზე რომ ჩუქს რაღაც სპანდრომენი ხალხთან დიდი ხანი არ გინახია აჯახში პირველად მიდიხარ რაღაცა მიგო პამპა. ბატონო მაო მიხედეთ რა. მოკლედ ჩვენი არ არსებობს. სპონსორია არა ხე. ხო გითხარი საჭმელი გაუხარდება შენ 50 მანეთი ქონდა, იგივე მაგ მე ეხლა და ეს კი მეყოფა ერთი თვე. ეს არის ნიკორა ხორც პროდუქტები ჩვენი სპონსორი ჩაგიწყო აი ეს წითელ ქუდარობებიასთან გააგზავნეს ხო ის დაახლოებით ისე ერთ-ერთი პერაშკები არა თავარი ვინმე შეერი არ დამხოს გზაში არა ყით არ წახვით რო იცოდე ივერია გინდა კომაგი გინდა მაგარი მონადირული მონადირული მიუნხენური გინდა ესეც და ეს არის ეს მართლა მიბაქ თუ ეს რეკლამისთვის დატოვე და ჯერჯერობით მართლა ხო ხები იქნება. ანუ მაგცა ეს არის კომაგი პაკეტი კომაგი მეზარება გახსნა აქ არის მაისური ეგრე ვიცი ვიცნობ კუდი
და სტიკერები. ნახე, თუ იცნობ და გაკ, მე კურთოს მიეცი და იტა. აი აქ. არა, ვიცნობ და ეხლა ნახე. აი. ერთი წამი. ხო. ეს კი შენია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. აი, თეორიული. რამდენიმე კითხვას, ორ კითხვას პასუხს გასცემ და წაიღებ, ვერ გასცემ და რაღაცა ამოაკლდება. კაი, მაშინ მე რო ამოვარჩიო რა ამოაკლდება, რაც არ მიყვარს. არა. თამაში. შენ გამოვარჩიო პასუხი, რომელსაც გავცემთ ჩვენ. ან თქვა რომ არც ერთი არ არის სწორი. მიდი. მიდი ჯანებ. შეკითხვა არის ესეთი. დიახ, ტელევიზიის იმაზეა რა. თემატიკა. რამ სიმაღლეა თბილისის რამ სიმაღლეა? რამ სიმაღლეა რან სიმაღლეა? თბილისის ანძა? რა სიმაღლისაა? ხო. რამდენია სიმაღლეში? თბილისის ანძა რა სიმაღლისაო? თბილისის სატელევიზიო. ეხლა რა უნდა ვქნა მე? უნდა მეტრი ვთქვა? შენ არ ჯერ ჩვენ სხვა ვერსია, ვიცი? იცი შემთხვევით თქვი და ჩვენ დაგეთანხმებით და ვიამაყებთ რომ ესეთი მწოდნე ხარ და რას ვაბოდი სანამ შემოვიდოდი? მეხსიერება გაქვს მაგრამ დაახლოებით ვიცი რის ფარგლებში შეიძლება ციფრებს კარგად იმაყო. ფაქტებად სახეებს. ორასოთი ვარ მიცა ის მიცა. რაში დახარჯა? რაში დახარჯა? არა, მაგრამ ორასოთი კარგად გახსოვს. იყო გაქვს რამე ვერც. იცი რა? კაი, ვერ მიხვდებით, გავამარტივე. ხო, რაღაცა დაახლოებით რო თქვა რა ვინ უფრო ახლოს იქნება? არა? რა წონისაა თბილისი? ხო, წონას რო შეხედა უფრო მიხვდები ვიდრე სიმაღლე. მაგრამ ეხა აწონილი ყველას გვაქვს ანცები. ესე სიმაღლით რა. არა, თან ისწავლება მე-9 კლასში. რა უნდა მაგის დათვლას ეხა სიმაღლე თუ იცი? სიმაღლე არის 200 არ გვინდა წონა სიმაღლე რამდენი? 231 272 ნახევარი. 275 274 ნახევარი მეტრი. ახლოს ვიყავი რა 231 თქვი 231. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს წონა რამდენი? რატო ხო გვაინტერესებდა ჯერ სიმაღლე? სიმაღლე გითხარით, მე გითხარ. არა, მანამდე თქვი ჩვენ. სადღაც იქნება წონა შენ მოინახე. რამდენი იქნება დათო? იქნება 275 ტონა. ახლა ეს ციფრი და ფიქსი. მოდი, ორს არ წავიდე. 276. ვა. 300. არა, მხოლოდია. ვერ წაართვით საჩუქარი. დარჩა. 440 ტონა არის. 400. ანუ ესე მეტრებად რა დაჭრა თითო მეტრი საშუალო ტონა. აი, ეხა მეორე კითხვა არის უფრო ისეთი რა. ზეხვივით ჯარტის ჩაბარება დაიწყო. ხაბაბივით უკვე. რა ფული რა ხაბაბივით უკვე განძა ყველაფერი დაიჭრა. მეორე შეკითხვა. რა სიმაღლისაა ქუთაისის სატელევიზიო ანთი? სიმაღლე თუ წონა არ გადააკეთებინე ცოტა. თბილისის იყო 274 ნახევარი. მაშინ კარგი. 218. 218. დაგასწრო. აჰა. გაწყობს. ნიკარას ფიქრობს. იმას და ეთანხმე. შენ რამდენს ამბობ ბოლო-ბოლო? 218. 218. 218. გვაქვს 101, 83 და 218. 83 პატარა 218. 218. სწორი პასუხია 218 მეტრი არის მართლა. ხოჭა. ზუსტად? ხო. მამიშ. რამიშო შეხო დაიტოვე. დავიტოვე? რა, მაგარია. 1000 მოთხოვნობაზე მივდივართ რომ შენ საჩუქრით გაკიჩე. რომ მე შეერი არ დავჭი. ყველაფერი გინები თუ არ წახი. ამათი კაცები და მოდი პატიჟებენ და მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებ. ეს რა მოგესალმებით კი არ ვიტყოდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ ორივე საქმიანობა რაც მიხვდი არ ვიცი კიდე რაღაცა საქმიანობ თუ არა. მესამე იქნება YouTube-ი. გელოდებით გავაფრთხილებთ ჯონ YouTube-ს და აი ადრე შევხვდეს რა, ხო. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოგზე. ვიწყებთ სოკარის რუბრიკას დაისვენე და აიუს ენერგი და დღეს ჩვენი სტუმარია ალტისტი ქალბატონი საქართველოს სახალხო ალტისტი. ვა, ლამაზად გამოგივიდა, შევახერო შენ. ქეთი კვიცინაძე.
გამარჯობა ქეთი. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად ვარ. რა ხდება ალტაში? ცულებურად ვარ. იქნებათ ფასდაგლებები ახლა. ისთვის შეიძლება. ალტი არის ჩვენთვის ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ვიოლინოს გავს. კი, ვიოლინოს ზომით არის გავს. ბრუნდება? ოდნავ დიდია და სიმებში არის განსხვავება. რა ვიოლინოს სისქეში აქვს სიმების? მისიმი, ალტს აქვს დოსიმი. ანუ მე ვერც მივხვდებოდი შენ რო არ გეთქო. საერთოდ ხო, რო ვიცი ხოლმე რომ არიციან, ისეთ სიტუაციაში თუ არ ხოლმე ვიძახი რომ მე ვიოლინე ვარ. შარში რო მე არის. ზარება ხოლმე. ნახე რა მითხვა მაქვს ვიოლინოს აქვს მე ვიოლინე დო, ხო? იციან მაგას რო იძახი? მისიმი. მის რო იმას აქვს მოუშვა და დოზე გადაიყვანა. ის სხვა ოქტავის არის. ვერ გადაიყვანა. იჭორა დამპლებიანი. და რო გადავიტანო სხვა ადგილზე ეს ალტი ეგეთივე მე შემოვიდა თუ ეგეთივე ძველია როგორც კი, ძველია. ეხლა რა მაინტერესებს ის ჯოხი რომელსაც უსვამთ ერთი და იგივეა ალტის ცოტა სხვანაირია, უფრო სქელი ძუა აქვს და უფრო არ მიდის ვიოლინოს აქვს ცოტა წვრილი სიმები, ალტს ცოტა მსხვილი და შესაბამისად ცოტა ძლიერი ხემი ჭირდება. აი როგორც ჩელოს უფრო დიდი ეს ჩელოს ნუღა შემოვიდა ჯერ ეს ორი დავალა. ჯერ ეს ჩელო და კონტრაბასის თავი დღეს არ აქვს მე ვიოლინეები ზემოდან უყურებენ ალტისტებს თუ პირიქით? სამწუხაროდ კი. ამართლა? ესეთი ხუმრობაც არის, რომ ალტისტი არის, მე ვიოლინე ცუდი წარსულით. ანუ ვინც ვიოლინოზე ვერ ქაჩავს, გადადის ალტზე. ან თქვათ მე ვიოლინო რომ მოკდება თუ ცოდათ იქცეოდა ცხოვრება შეიძლება მეორე ინკარნაციაზე რომ მოვა ალტისტად მოვიდეს და კი, შეიძლება. დაიტანჯოს და თქვენ ვის უყურებთ ზემოდან? ჩვენ ვერავის. არფისტებს არ უყურებთ ზემოდან. სკელი ხარ? ხო, რაღაცა. სიმებიან საქმეში სკელი. დაიტანო ახრაც უნდა დაი. სიმფონიურ ორკესტრში ყველაზე მეტი ვინ არის ყველაზე ბოლოს თქვენზე. ალტისტები არია არა, სიმფონიურში ჩასაბერებიც არიან. არა ჩასაბერებს ზედაც არ სიმებიანებში კი. ყველაზე მეტი თქვენ არა, ყველაზე მეტი ვიოლინოები არიან. რამ თქვენ რამდენი ხარ? ანუ თქვენ უკვე იშვიათი ხართ მოდი ახლა აი, საშუალოდ რა ვიღოთ, მაგალითად, თუ ვიოლინოებში არის პირველებში მაგალითად 7 პულტი, მეორეებში არის 6, ალტები არიან 4 ან 5, ჩელოებიც უფრო ნაკლები და ასე პატარავდება, რაც უფრო იზრდება ინსტრუმენტი. სულ ბოლოს ერთი არის დრამი. კონტრაბასი. ხო, კონტრაბასი. ქართულ ალტისტებს გაუქცევთ თქვენიც მიმართ სოლიდარობა თუ ეს არის კონკურენცია? არა, გვაქვს. სოლიდარობა, რამე ჯგუფი გაქვს ქართველი ალტისტები? Facebook-ზე არის ფოტოშორის გაკეთებული. მართლა? მართლა შეიძლება რომ შემოვიდე? რაღაცებს დავწერე. ალტისტების აზრი გვაინტერესებს ოქტავაში რამდენი ნოტია? ეს არა კონკრეტ. გაჩნია როგორ შევხედავთ. აი ალტისტების მხრიდან რო მოდი ნუღა გავაკეთე ჩაურმავდები. მოდი მუსიკალურად შევხედავ. აი მე ვიოლინა რომ მიდიოდეს და ფეხის დადება რომ შეგეძლოს რომ დაამტვრიო დაუდებდი ხო აუცილებლად არა, მე ხო მე ვიოლინე ვიყავი წარსულში. მე ვიყავი და ვერ შედექი და არა ვერ შეიძლება არა, საფაშურის იმიტომ გადავედი რომ არ მიყვარს ვიოლინოს ხმა. ალტის გირჩევნია? და შესახედავად ხო მართლა რაღაცა ალტი უფრო ალტშიც არის როგორც ვიოლინოებში სტრადივარის ალტი არსებობს? კი, როგორ არა. სხვათა შორის კოპიაზე უკრავ სტრადივარის სტრადივარი ვიოლინოების გარდა ალტებსაც აკეთებდა? ხო, რა ხო იცეხი ქონდა და ხო, რაღაცებს აკეთებდა თუ არ გამოვიდოდა ალტად ყიდდა სულ მე ვიოლინე ხაძლებდა ამას რაღაცა ცოტა მე მგონი სხვა ხმა ალტებში გაუშვი. აი ესე ალტი და ვიოლინო რო იდოს შორს განასხვავებ? ხო, არა, არ განსხვავდება. არაფრით არ განსხვავდება ვიზუალურად საერთოდ. ვიზუალურად არ განსხვავდება? არაფრით. მე მეგონა რომ რაღაც ცოტა დიდია. ნუ აი ეგრე დიდიც არ არის, რომ რაღაცა შეხედო და თან შორს თუ დებს. ხო, თან შორს თუ შორსა გორში თუ დადა. არა, გვერდზე რო დადო განასხვავებ ახლა. კი, გვერდზე რო დადო. ცოტა შორს ხოდებს ვერ განასხვავებს. დაახლოებით ერთნაირები. კი, ზუსტად ერთნაირები.
და აი ესე ალტი და ვიოლინო რომ შემოსხო ერთმანეთს რომელი მოიგებს? არ ვიცი. არ ვიცია ყველაზე იშვიათი სიმფონიურ ორკესტრში რა ინსტრუმენტი ვინ ჭირს? აი ვის ეძებენ ხოლმე? სიმებიანში ჩელო კონტრაბასი. ყველაზე და რატო? აი არ ვიცი. გვერა მოხსენი. ძიმია სატარებლად და ეზარება. ხო ახლა მუსიკაზე რომ მიგიყვანდა კონტრაბასი დიდი რა არის და ძვირი. შენზე დიდი ინსტრუმენტი უნდა ძვირი არ მგონი კარგი ვიოლინოზე ძვირი რედა. არა ხო. როგორ არ არის სტრადივარიუსის კონტრაბასი არსებობს დიდი გავა რაღაცა შვიდზერო გაზომა და გაჭედა ინჩებში კონდა და იმ ვიღაცა სანტიმეტრებად გაზომა. ნასვამი იყო და დიდი გამოვიდა აი სამ ეს გით გავუშვათ. ჭირს. შენი ალტი როგორ ჩასადები თანამედროვე რაღაც ძალიან შეფუტული რო არის თუ ბანდერასივით? აა სხვათა შორის 4 ფუტლი არის მაქვს. ისეთიც მაქვს, ისეთიც მაქვს, ისეთიც. ფუტლარები გაქვს 4 და 1 ალტი. არა და 3 ალტი. აა ერთი წარიელია ხო, ერთი წარიელი. და იმას თამაშო რომ მომბეზდება ხოლმე ერთი ხო და რის მიხედვით ეს 3 ალტი არა, არა, ანუ ჩვენ ვართ ბაროკოს ორკესტრიც, ავთენტურ ინსტრუმენტებზე ვუკრავთ და ერთი ფუტლი ქართულად ანუ იმ დროს როგორ ინსტრუმენტებზეც უკრავდნენ, აი მაშინ მეტალის სიმები არ იყო ნაწლავი. ხო და აი მოკლედ ეგეთი ინსტრუმენტები. და მაგას სხვა ჟღერადობა აქვს? კი, საერთოდ სხვა სპეციფიკა. ანუ ცხენის ძუით აკეთებ არა, ძუას ხემზე. ხემზე აქვს. და იქ ნაწლავი იქ ნაწლავი. ნაწლავი, მერე შემოვიდა მეტალის სიმებიდან სიმები. ეგ ადრე ჩოგბურთის სრუნებიც ეგრე გეთდებოდა რა, ცოტა სუსტია და მალე წყდება და მე მეგონა მარტო კუპატში გამოიჭრა რამდენი კონკურენტი გამომიჭრა ტექნი სიმფონიური მაგრამ რაღაც არჩევა კუპატ. ხო და ეს ნაწლავი არის ალტი რომ ძაღლები არ მომხდენ კარგად ფუთავთ და ხო და ეგ ანუ ეგ განსხვავებული სხვანაირი ალტი გაქვს თუ თანამედროვე და მესამე რა იაფიანი. არა, მესამე არა. გამოჩეს არა უშო. ორი ინსტრუმენტი მაქვს ხო, ჩემი საკუთარი ორი. თან უხდება ალტის ხმა რომელ ინსტრუმენტს უხდება? ყველას ვხდი. ყველას ფორტეპიანოსო განცაიძახეს ჩონგური საერთოდ ალტისტები რო არ იყვნენ, მოიწრიდნენ ძალიან ორკესტრანტები. დოლი და ალტი ყველა არტისტებს ეხადავება და მე ვის ეხადავება. აი ქუჩაში რომ დადგე და დაუყრა რა რაღაც მოყუთის შესაძლებლად კი, დამიკრავს 1000 ჯერ სტუდენტობის დროს. ხო და ალტი უფრო მეც შეულობს თუ ვინ არა, მაშინ მე ვიოლინო ვიყავი ალტზე. მაგრამ რა ცივინდა. ანუ აი დაახლოებით ესეა რომ ვიოლინო დაგიპატარავდა და ალტზე გადახვედი თუ შენ ალტისტობის გარდა გაქვს ბლოგი კი. და წიგნებზე, ხო? გიორგი. გაგეწყო. ის საინტერესოა. და ურჩა ხოლმე რაღაცა რა წიგნი წაიკითხო, ხო? ხო, რაღაც რეკომენდაციები. ბოლოს რა წიგნი ურჩი ხალხს. ბოლოს რა ხალხს ურჩევ თუ რეკომენდაციები. ინდივიდუალურად აი როგორც ჰოროსკოპ შეიძლება რა დავრეკო ვაი, მე რა წიგნი. ეგრეც მწერენ კი. და რა არის პირველ ადგილზე? ყველაზე პოპულარული რა რომელი ის იყო რა იყო რამე ეგრე რომ მე გამეხმაურა ხალხი. რაღაც წიგნზე რომ ბუმი ატყდა ბუმი, აკარგია ბუმი როგორ ბევრ ჭირს. წიგნზეა ხოლმე სხვათა შორის. მე რომ მგონია რომ რაღაცა ხალხი მარკითხულობს, ან კითხულობენ. ახლებიდან რა არის ყველაზე პოპულარული ეხლა? ეხლა ბოლოს აი თანამედროვე ხო, ხო, ქართველებში ბაბლუანის წიგნი არის ძალიან. ხო, კი. პოპულარულია. კი, ძალიან პოპულარულია. მეც ქიქოძის დღიურები. ვიცით. მოგზაურობის დღიურები რო. ქიქოძის ხო და ინდოეთში ვიყავით, სხვათა შორის გასტროლი ქონდა ორკესტრს და სად? ინდოეთში და ინდოეთის დღიურს კითხულობდი ქიქოძის. ძალიან კარგად დაიმთხო. წავიღე ინდოეთში ინდური დღიური. და ალტი. ინდოეთში რა სად უკრავდით? ინდოეთში მუმბაიში. არა. მან ალტის პარტია არა. ინდოეთში ვიყავით კულტურული ცენტრია და მოკლედ ჩვენი ორკესტრი იყო ჩასული სერიოზული. კულტურა და პერო და რა მაინტერესებს ხო არ გიცდია იმ გველს ალტი ამოიყვანს თუ გველი არ მინახავს. არ გინახავს ინდოეთში დარწმუნებული ხარ რომ ინდოეთში კი. მე ისინი იყვნენ ჩამოსულები. ინდოელები? იმათმა იცევა ეს და ვერ ჯეიჰოები უკარეთ და წავიდნენ. ანუ გასტროლები ხშირია თუ ეს ინდოეთი იყო ის? არა, ეგზოტიკურ ქვეყნებში სადღობილ ხარ? ეგ ქვეყნებში სხვაგან არის. უფრო აქეთ დადიხართ მოცარტის და ბეთჰოვენის სამშობლოში?
12 ოქტომბერს დიუსელდორფში ხო არ იქნები? არა. არა და კაი პონტი არის. რაღაც საკაცები შოუა ხო? რაღაცა იძახიან. ლაივია. ლაივი. ლაივი შორი იქნები. ლაივია და ლატვიაში შორი იქნები გრამშტაინი. და დიუსელდორფში თუ მაინდა-მაინც კაცები არ გინდა, ეს არის რეზინის გამოფენა, რეზინი 2025. მართლა არის რამე. სად მიყავს? სასტუმროებიო, შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ გამოფენაო ძალიან დიდი, რეზინი 2025. მე უნდა გადავიდე. რა რეზინი? ბიჭო, ძალიან სულ ადგილას და ტრუსიკის რეზინი. ეს რეზინის გამოფილებას არია, მაგრიშკის ეგ იქნება პირველი რა, საიდანაც რეზინი წამოვიდა. საგეჭი რეზინიც, შურდულის რეზინი. ყველაფერი. ანუ რაც იწელება. ყველანაირი რეზინი ინდუსტრიული გამოფენაა, დიდი და მეც წამოვა. კი, აუცილებლად უნდა წავიდეთ. მე მგონი ეს მაღაზია მიდის და ჩვენ ასე იგვატრებს. ვითომ ლაივი. აი შეფოთა. ანუ ეხა იქ რო ჩავალ სასტუმროში ყველა ეგ მეგონება რომ დავინახე. აი ენდოკრინოლოგები რო არის. არა, საინტერესოა, ვინ გითხრა რომ სასტუმროში იქნები. ვინ გითხრა სასტუმრო იშოვა. ეგეც არის კი. კი, სადგურში რო იქნები, გეგონება რომ ყველა მაღაზია ჩავა. ეს გამზე რომ იწევი. კი, მაგრამ შევეცდები რომ ის შენი კარავი. იმ პარკში ჩაგიტვალონ. თქვენ თვითონ როგორ ისვენებთ? როცა ალტი და კი ციგნიც აღარ არის. სტილში აუ გაქვს. რა ვიცი რაც 3 წლის შვილი ყავს. და ცოტა რთული კითხვა. ცოტა ძალიან რთული კითხვა დასვენება. სიტყვა დასვენება. ხო, უკვე 3 წელია ამოვიღე. ალტიც გამიკვირდა უკვე. მე ციგნი უყურო. წიგს კიდე რაღაცნაირად ვახერხებ, რომ ძინავს და. მადლობა წარმატებებს გისურვებთ ჩვენ საქართველოს ყველა უმცირესობას გულშემატკივრობთ. ალტისტებს. ვა, კარგი იყო. პროფესიული უმცირესობა, ახალი ტერმინი შემოიტანა. სულ რამდენი ხართ საქართველოში ალტისტები? აი, ესე არ ვიცი. ძალიან ცოტა ვიცავ. ის გოგო ახალი. იმან თავი დაანება. თავი და ძირითადად გუები ხართ ალტისტები თუ? არა, თანაბრად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა პირიქით. ეს იყო სოკარის რუბრიკა დაისვენე და აივსენე. ეხლა გადავიდეთ შემდეგ რუბრიკაზე. ვიწყებთ ბოლო ევროკრედიტის რუბრიკას. თამაში გვექნება შეავსე გამონათქვამი ეკონომიკურ თემაზე. რაღაც სიტყვა იქნება მოგდებული. ხო, ადრე რო ქონა ხო. ხო. მანამდე კი მაყურებელს შევახსენოთ, რომ ევროკრედიტში ამჟამად მიმდინარე პროექტი არის ბიზნეს შესხები აიღე ოქტომბერში და დაიწყე გადახდა დეკემბრიდან. კითხვები მოამზადა ჯაფარა. ხო. და არავინ შენ ჯაფარა, ბატონმა ჯაფარა. ბატონო გიორგი. ბატონო გიორგი. კარგი, მიდი. გამონათქვამი ესეთი არის გამოტოვებული სიტყვა. ბენჯამინ ფრანკლინის გამონათქვამი არის რაღაცაში ჩადებული ინვესტიცია საუკეთესო მოგებას იძლევა. ომში ცოდნაში ეს ტირეების ეს არ არის ისა? 4-ია. ანუ ტყვია და 4-ია, მე მეგონა ის არის. ანუ მან ბევრი შეყარა, ანუ არ არის 4 ასობგერა. ბიტკოინებს ეგ მაშინ არის. ცოდნა სწავლა კაბაბში ჩადებული ინვესტიცია საუკეთესო. შევიდა იცოდე. ტექნოლოგიებში. რეალისტი იყო ეგ და ნარკოტიკები. ნარკოტიკებში ჩადებული კი კარგია. ტრაფიკინგში, ტრაფიკინგი. მუთაქაში. კოლ-ცენტრებში ჩადებული. მაშინ ხო ესე ტელეფონები იყო. რაღაცნაირად ცალ-ცალკე რო იყო. მეხამრიდებში ეგ ხომ მაგან გამოიგონა. ბიჭო, აი, რა ვერსია გაქვს? აი, საუკეთესო მოგებას იძლევა. პოლიტიკაში ჩადებული ინვესტიცია, მაინც პოლიტიკოსი იყო რა. ხო, ჩადო რაღაცა და მოიგო. მოიგო. კი. და ახლა $100-ზე. $100 უკვე თავისია. უკვე ბაღუტია. კაზინოში ჩადებული დადევი თუ გაგიმართლა დიდ მოგებას იძლევა. თუ არ გაგიმართლა არ დაწესდა. კაი, შენი რა ვერსია იყო? შვილში.
ახალ თაობაში. კარგია. მომავალში. ინვესტიცია ისაც გულისხმობს მომავალში. არ გვინდა სხვისი იდეების გაკეთება. თქვენი გითხარით. მეც მაგას ვფიქრობდი და ასე არჩევნებში ვიტყვი, იმიტომ რომ წინასწარ და არ ვიცით ამ არჩევნებზე რა მოხდება. იმიტომ მე უნდა ვთქვა საპენსიო ფონდებში. არა, ისა განათლებაში, ბავშვში, ცოდნაში, ბავშვი ამასა. ცოდნაში, კარგი განათლებაში, რა ვიცი, ჯანდაბაში. ერთი თქვი, ერთი, ნუ იძახი ბერს რომ მე თქვა რომ ხო თქვია, ერთი. კარგი, ერთში. თუ ერთი უნდა ვთქვა, განათლება. მაგრაც და ჯიგარი ხარ. ცოდნაში ჩადებული ინვესტიცია საუკეთესო მოგებას იძლევა. წააგე. წავაგე. იმიტომ რომ ცოდნაში არ ჩავდე ინვესტიციას. თავის დროს. თქვენა ხერთ მაიმუნებს. არა და როგორ აპარებო ცოდნაში განათლებაში. მეორე მაგარი კაცის ფრაზა. კი. ემინე. აი კითხე ხო შენ. არ მინდა სულელურად მოვიქცე, ამიტომ ჩემს მიერ ნაშოვნ ფულს ყოველთვის ვეპყრობი ისე თითქოს ეს არის ემინემი. ეს არის რაღაცა ემინემი. ავტორი ამ გამონათქვამის არის. სულელურად მოვიქცე, ეს არის შავი დღე. თითქოს ეს არის შავი დღე ერთი სიტყვა. არა თითქოს მე თითქოს ეს არის ბოლოს რაც იშოვა რა მეც ვეღარ იშოვა მაგას ვფიქრობდი, მაგრამ კი. ეხლა მას ხომ უნდა მოვიფიქროთ ამას წარ. ალიმენტი არ ჟდება. თითქოს ეს არის გველი, რო ეს ისხება. ემინემს გველი ეზიზღება? კი. რაიც. კლიპი მაქნანა. დოკუმენტური. დოკუმენტური მოკომენტური ეგრე. ამიტომ ჩემს სადაც გველი ეზიზღება. ფულს ყოველთვის ისე ვეპყრობი თითქოს ეს არის ქაღალდი. ხედა. არა. არ გამოდის, აზრი არ გამოდის. ისტორია ისე კარგად კარგად. აქ რო თქვა ცოდნა არა. განათლება, აქაც განათლება. არა. ამის ნათქვა. თითქოს ეს არის ბავშვი. შენ ამბობ ბოლო. უკანასკნელი ხო ბოლო შუშა. ნუ არ გაუწყდეს და მე მომეფიქრე. ისეთი ვერსია თქვა რომ კიდე სულის ბავშვი ვარ. ხა მე კიდე ატენის რომ ორი კონდეს ის კონდეს რა. საკამათო არეალი. კიდე მაგრამ არა შენი თქვი კაცო. ხაღალდი. ვალი. უკანასკნელი. აჰა, ყველამ ვიცოდით რომ იმან გამოიცნა და მან დაგვასწრო. 1-0 ახალგაზრდები ვაგი. ხესა ჯოუთხა თუ შენის რობერტო ცხოვრებას უფრო მარტივს ხდის, თუ შენის გაგაჩნია და რაღაცა. ფული ცხოვრებას უფრო მარტივს თუ შენ ის გაგაჩნია ბიჭო აქ თავდება წინადადება თუ შენის გაგაჩნია წერტილი, აქ უნდა იყოს წერტილი. აღარ ჭირდება არაფერი ფული ცხოვრებას უფრო. ბლომად გაგაჩნია. თავზე საყრელად. დოყელა. დო რაღაცა ბევრი ანუ ცოდნა აკაჟდება. ბავშვი. ბავშვი, შუშა. ფული ცხოვრებას უფრო მარტივს ხდის თუ შენის გაჩნია. გაგაჩნია ძმაო. ჯიგარო. ფული დენიროს მოვახდება მარტივს და თან თუ შენის გაგაჩნია. და თან მე დენირო ის დენიროს პაროდია თუ შენის გაგაჩნია ძმობილო. ჯიბეში ჩემი ვერსიაა ჯიბეში თუ შენის ყულაბას ფიქრობ. ჯიბე ჯობია. თუ შენის გაგაჩნია ჯიბეში შენ საფულე თქვი. საფულე თქვი. ბანკში. კაი დავა ჩემი ვერსია ჯიბეში ლოგიკურია რა დენირო შეიძლება დააბრეხო ესეთი რაღაცა და დოლარში? დოლარში კაი შენ ვინმე სხვა მიმართავს რა, თუ შენის გაგაჩნია, ვთქვათ, ალპაჩინო სილვესტერ კაი ვერსია მე ხარჯავ და ფულს და ამან ვთქვა, მოიწყე თუ შენის თვალი ხობს.
აი ვერსია. ორივე მთვრალები გამოვიდნენ. მესამე სეზონი გამოვიდა სტალონე სერიალის სხვადასხვა პირველი სერია და. ო და აი ეგ რო აღნიშნეს გამოვიდნენ და ამანო ჯანელ თქვი ვერსია. ცოტა. კაი, ნახოთ. კაი, მე დოლარში. ან ცოტა. თუ შენის ცოტა არ არის. რატომ წინადადება თუ შენის გაგაჩნია და გიმართლა? გიმართლა. ფული ცხოვრება შენის გაგაჩნია, თუ შენ გაგიმართლა. არაფრით არ განსხვავდებოდა იმისგან რა, ძმაოს რაღაცა ჯიგანო. აი და აი ეს იყო მესამე, ხო? კი. მოიგე შენ? არა, ჩვენ. არა, მე არ ვიღაცამ ხო მოიგე? არა, შენ. შენ მოიგე, ამას უბრალოდ ამან მოიგო იმით რომ ძალიან ბევრი ვერსია ქონდა. ძველი ბევრი რა ორი ვთქვი, ცოდნა და განათლება, რომელიც და ის რა. შუქრიშანის ხოთი. შუშაც ხოთ. უშად თქვა ხო? ორი წინის. ესეთი გახალისებული. ცელკი, გიორგი ცელკი ყავს. დავემშვიდობოთ მაყურებელს. იცი რა, ეკონომიკაში მე კი მაგარი ვარ, მაგრამ ეს დიდი ადამიანები მან უკეთიც ის რა მაყუთში ემინემები და ესენი რა ფრანკლი იულოცოთ ირაკლის მაყურებელს შევახსენოთ რომ ირაკლის რამე არ გადაეცემა? კი, მაყურებელს ირაკლის შეიძლება წავიდეს ახლა ბიზნესის ხია. აიღოს ბიზნესის ხია დეკემბერში. არა, დეკემბრამდე ხო ჩაოლივარ და მე იანვრამდე რახან მოვიდა. მაყურებელს შევახსენოთ რომ ევროკრედიტის აქცია გრძელდება აი ეს ოქტომბერში და გადაიხადეთ დეკემბრიდან ჩვენ კი ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით. ნახვამდის.